he said that, well, you think that it got completely wrong. Yeah, okay. We are now, we have a bit of complex issue based on our experience with the Caucasus. Already Swiss time we have. ბატონი ბეხლერი საქართველოს ძალიან დიდი ხნის მეგობარია, ის 4 წელი ჩვენს ქვეყანაში ელჩი იყო შვეიცარიის და ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ასეთი დიპლომატები კონკრეტულ ქვეყანაში მუშაობის გამოსვლების მქონე დიპლომატები ინიშნებიან სპეციალურ წარმომადგენლად. EUTOS მოგეხსენებათ, რომ აგვისტოს ომის შემდეგ სამწუხაროდ ოფისი აღარ აქვს ჩვენს ქვეყანაში და მათი საქმიანობა ჩაზღუდულია, ამიტომ გასულ კვირას მე ვენაში მქონდა შესაძლებლობა გემდივანთან შეხვედრის, ასევე ბევრი შეხვედრა გავმართე, ბევრ კონკრეტულ თემაზე მიმართულებაზე, შესაძლებლობებზე იყო საუბარი, როგორ ორხრივი ურთიერთობებით, როგორ მოვახერხოთ, რომ EUTOS ფუნქციონირება რაღაც ფორმით მაინც აღდგეს საქართველოში და ბატონ ბეხლერთან დღევანდელ შეხვედრაზე ძირითადად ამ თემებზე ვისაუბრეთ. ის EUTOS სპეციალური წარმომადგენელია სამხრეთ კავკასიაში, ბუნებრივია მისი მანდატი გამომდინარე იქიდან, რომ ჟენევის დისკუსიების მონაწილეა EUTO თანათავმჯდომარეა უფროსწორედ. დიდწილად სწორედ საქართველოსთან არის დაკავშირებული უსაფრთხოება, არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი მის მანდატში და შესაბამისად ეს ურთიერთობები ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ ამავდროულად და მისი პირველი ვიზიტის დროს ეს იყო ერთგვარი კონტაქტის გახსენება შეხვედრა, სადაც გავცვალეთ აზრები იმაზე, თუ როგორ შეიძლება რომ ვითანამშრომლოთ უფრო ინტენსიურად, მისაც რომ შედეგები იყოს მყისიერი. EUTOS სპეციალური დესპანის რანგში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირველად ვესტუმრე. ამჟამად ჩემი საქმიანობის სფერო ძირითადად სამხრეთ კავკასიის საკითხებით საქართველოსა და ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატით შემოიფარგლება. შეხვედრაზე ერთმანეთს ჩვენი ხედვა გავუზიარეთ EUTOS-თან დაკავშირებულ საკითხებზე. EUTOS მუშაობაზე რეგიონსა და საქართველოში. თავდაცვის მინისტრი ახლახან დაბრუნდა ვენიდან, სადაც მან EUTOS გენერალურ მდივანთან გამართა შეხვედრა. ჩვენ ამ თემასაც შევეხეთ. ასევე გავცვალეთ ჩვენი მოსაზრებები რეგიონსა და საქართველოში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. შევთანხმდით, რომ ძალღონეს არ დავიშურებთ, რათა უსაფრთხოების მდგომარეობა უფრო სტაბილური გახდეს.